მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ფაქტიურად გააუქმა 90% გააუქმა USAID-ის დაფინანსება და მთელი რიგი საკითხების, მთელი რიგი მიმართულებების უფლებამოსილოები შეუჩერდათ USAID-ში არსებულ არასამთავრობო სექტორს, რომლებიც იყვნენ დაფინანსებულები. მათ შორის გაუქმა დაფინანსება საქართველოში მომუშავე არასამთავრობოებს. აქ ჩვენ რა შეიძლება რომ დადებითი მხარე ვიპოვოთ და დავინახოთ, ეს დადებითი მხარე არის ის, რომ მოგეხსენებათ საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი ძირითადად იყო ჩართული პოლიტიკაში, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ სპექტრში და ისინი მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებული, როგორმე აქ საქართველოში არეულობა მოეხდინათ და გადატრიალების მცდელობები ჰქონდათ რამოდენიმეჯერ და ეს იყო მათი ძირითადი მიზნები და არ იყო რეალურად ის მიზნები, რა მიზნებითაც თუნდაც USAID-ის დებულებაში წერია, მაგალითად საგანმანათლებლო, სამრეწველო, თუნდაც სამეურნეო თუ სხვა კუთხით დაფინანსებები. აქ ძალიან კარგი იქნება თუ USAID ის პროგრამები ჯერ კიდევ რომელიც დარჩა თუ ამოქმედებს ისეთ პროგრამებს, რომელიც ჩვენს მაგალითად გლეხს დაეხმარება, სამეწარმოო კუთხით უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ქვეყანა, საგანმანათლებლო კუთხით უფრო მეტად განვითარდება, თუნდაც მართლმსაჯულებაში არსებული მთელი რიგი ტექნიკური საკითხებია და სხვა საკითხებია მოსაგვარებელი, აი ამ კუთხით თუ დაეხმარება ძალიან კარგი იქნება და აი ამ კუთხით უნდა იმუშაოს და არა იმ კუთხით, რა კუთხითაც სამწუხაროდ USAID ხშირ შემთხვევაში მისი პროგრამები მუშაობდნენ და ხორციელდებოდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ აი ამ მიმართულებებით აღარ იქნება ესე ვთქვათ აქცენტები გამახვილებული და თუ მართლაც და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს, აუცილებელი არის მთელი რიგი დახმარებები სოფლის მეურნეობაში, სამრეწველო კუთხით, საგანმანათლებლო სისტემაში და ასევე, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით USAID კვლავ გააგრძელებს თავის უფლებამოსილებას. თვითონ ამ დაფინანსების თემასა და აქ მიმდინარე აქციებს შორის ხედავთ კავშირს ელოდებით გარკვეულ ცვლილებებს? რა თქმა უნდა, ცვლილებები უკვე ცალსახაა. ეს დაფინანსებები, რომლებიც შეწყდა, მას შემდეგ თქვენ თავად ხედავთ და საზოგადოება ხედავს, რომ უკვე ის აქტივობები შეწყდა, რაც რუსთაველზე ხდებოდა ხოლმე, მოგეხსენებათ, რუსთაველზე იკრიბებოდნენ გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც საიდან მოდიოდნენ იქ ჩემთვის გაურკვეველია და ხდებოდა მათი დაფინანსება, თუმდაც საუზმის გამასპინძლება, მთელი რიგი ტექნიკური საკითხები იყო ხოლმე, რაც აქციისთვის აუცილებელია და ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, გარკვეულ არა, სოლიდურ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამის დაფინანსება ხდებოდა და ფაქტიურად ეს დაფინანსება რო შეწყდა, ფაქტია რომ უკვე იქ არსებული სიტუაციაც შეწყდა. ამიტომ პირდაპირ პროპორციულ კავშირში იყო. ეს ამ არასამთავრობოების მეშვეობით ხდებოდა მასტიმულირება იმ აქციის, რა აქციას ჩვენ აი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება მიხილა რუსთაველზე. თქვენ ძალიან განათლების დაფინანსება, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ ის ახალგაზრდული ორგანიზაციები და ის ახალგაზრდები გარკვეულწილად იდეოლოგიურადაც არიან მომზადებულები, უკავშირებთ ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, რაც შეეხება იდეოლოგიას, იდეოლოგია ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა აიღონ ბერკეტი ხელთ და მათ უნდა იმოქმედონ და არა მაგალითად ეს ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა ქვეყანა. ეს ცალკე განსახილველი თემაა და შეგნებულად არ შევეხებ ამ თემას. ჩემი ამოცანა არის, რომ გაცვლითი პროგრამები, რომელიც არის ერასმუსი და სხვა მსგავსი ტიპის, უნდა გაგრძელდეს, არ უნდა იყოს შეჩერებული და რაც უფრო მეტი ურთიერთობა იქნება, ანუ ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებში, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ეხა იდეოლოგიურად მუშაობა, ეს უკვე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია და პირველ რიგში ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს. ამიტომ და ისე ეს თქვა ძალიან ზედოზირებით, როგორც იყო ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული თუნდაც განათლების სისტემაში და სხვა სისტემებში, მართლმსაჯულებელს ასე შემდეგ, ესე აღარ უნდა იყოს. მაგალითად განათლების სისტემაში რაც ერთი ჩვენი თავარი ამოცანა არის
გვინდა რომ დაბრუნდეს რელიგიის ისტორია. ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების დაჟინებული მოთხოვნით იქნა ამოღებული ეს ისტორია, შევეხები ამ თემასაც, წინა ხელისუფლების დროს ადეიშვილის და ესე ვთქვათ შაშკინის და ვინც იყვნენ, მოკლედ აი ამ ადამიანების მეშვეობით მოხდა რელიგიის ისტორიის ამოღება და რა თქმა უნდა დღესდღეობით იმას ვიმკვით, რომ ფაქტიურად ახალგაზრდებმა, ბავშვებმა არ იციან, ლოცვა არ იციან ბავშვებმა და რელიგია საერთოდ რომ მართლმადიდებლობა რას ნიშნავს თავშად კათოლიკობა რას ნიშნავს, ან სხვადასხვა რელიგიური წარსულები არ იციან, რაც მე ვფიქრობ აუცილებელია, რომ ბავშვმა უნდა ეს უნდა იცოდეს. მაინც არასამთავრობო სექტორზე რომ ვისაუბროთ, ანუ როგორ ხედავთ ამ სექტორის პერსპექტივებს საქართველოში, იყო მოწოდება, რომ სახელმწიფო თავად დააფინანსებდა ყველა ისეთ ორგანიზაციას, რომლის პროექტის მოეწონებოდათ და ჩაგვიდნენ საჭირო. თუმცა ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება ის ორგანიზაცია კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ? დიახ, ანუ ეს ინიციატივა ძალიან კარგია და მისასალმებელია, რაც ხელისუფლებამ გადადგა არასამთავრობოს კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ამ აქტივობებში ჩართულები ვართ. თუმცა ეხლა საუბარი არის USAID-ის პროგრამებზე, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სულ უნდა გაუქმდეს დაფინანსება, ამის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მე ვარ იმის მომხრე, რომ რაც დარჩენილია, უნდა გადანაწილდეს ეს ფინანსური თუ ადამიანური რესურსი ისეთ საქმიანობებზე, რომლებიცაც უკვე ვისაუბრე. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, მე ესე უყურებ ამ ყოველივეს და არა ის რომ მაგალითად სულ შეწყდეს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იყოს. მე ესე არ მიმაჩნია პირიქით რა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ესე ვთქვათ ურთიერთობები, მაგრამ ეს ურთიერთობები უნდა იყოს დოზირებული და რაც შეეხება სახელმწიფოს პროგრამას რომ არასამთავრობოს დააფინანსებს, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და უფრო და უფრო გააძლიერებს არასამთავრობო სექტორს. და რა პროცესებიც ამერიკაში მიდის ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ხედავთ ამ პერსპექტივას, რა შენარჩუნდება, რა ალბათ მეტწილად დამოკიდებული ვართ, რა პროცესები წარიმართება ამერიკაში და როგორ დასრულდება? დიახ, 83 დღიანი დაკვირვების შემდეგ, ანუ შესწავლის შემდეგ ამერიკის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ 90% USAID-ის პროგრამები იხურება, ანუ დანარჩენი დარჩა. ანუ დაახლოებით 10% დარჩა. ეხლა ეს 10% კარგი იქნება თუ მოხმარდება ისეთ საკითხებს, როგორც არის განათლება, სოფლის მეურნეობა და მართლმსაჯულება, ასე შემდეგ, რაც ვისაუბრე. ეს მე ვფიქრობ პრიორიტეტი უნდა იყოს და არ უნდა იყოს პრიორიტეტი მაგალითად ის, რომ აქციები დააფინანსოს USAID-მა, ისეთი არასამთავრობოები დააფინანსოს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულებიან და გამოდიოდნენ ეს არასამთავრობოს ხელმძღვანელები და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ პირდაპირ და რა ვიცი, ამათ აფინანსებდნენ და ესეთი ეს ხო ანუ აბსურდია ხო არასამთავრობოს არსი ის უნდა იყოს რომ მაქსიმალურად უნდა გამიჯნული უნდა იყოს რაღაცა პოლიტიკურ ჭიდილთან და მან უნდა აკეთოს ის სამართლებრივი სიკეთე უნდა მოუტანოს ნებისმიერ ქვეყანას რომ რაღაცა განვითარდეს. რა თქმა უნდა პოლიტიკური და რაღაც პოლიტიკის მონაწილე, რაღაცა სუბიექტი არ უნდა იყოს პოლიტიკის.